ლას მოუყარა თავის საბოლოოდ და გავიდა პირველ პოზიციაზე, დაიწყეს ბათუმელებმა თამაში და ფალკონი გავიდა მე-7 პოზიციაზე 9 მოსე ჭიკიროვი 17 ნომრით ბექალორია 7 ნომრით ძალიან სახიფათო ეპიზოდი ნიკა ხაჭაპურიძე 7 ნომრით გუნდის კაპიტანი გიორგი ტაბახმელაშვილი ძალიან კარგი მომენტი გადარჩა ამ ეპიზოდურობის შემდეგ ახლა შედარებით დამშვიდდა ვითარება წმარად მიმდინარეობს მატჩი ბათუმელებს აქვთ აქ ეპიზოდი და ურობის შემდეგ ახლა შედარებით დამშვიდდა ვითარება წმარად მიმდინარეობს მატჩი ბათუმელებს აქვთ აქ ეპიზოდი და ურობის შემდეგ ახლა შედარებით დამშვიდდა ვითარება წმარად მიმდინარეობს მატჩი ბათუმელებს აქვთ აქ ეპიზოდი და მასელიძე ჯარი ნომერი ამ სტრაფი კონტრიერიშის დროს აქ უკვე მე-3 ჯარიმა ბატისობას აქ ჯარი აქ შანსი აქვს ფალკონის მოთამაშეებს დარტყმა და გადის გოლი შანსი აქვს ფალკონის მოთამაშეებს დარტყმა და გადის გოლი შანსი აქვს ფალკონის მოთამაშეებს დარტყმა და გადის გოლი არ არის მაინც ბევრი და ეს დაძაბულობა მეორე ტაიმში არაფრით არ დაეკლებს და ჯარიმებშიც კი სრულად ანაბარდობა 4-4 ჯარიმა აქვს გუნდებს აქ ძალიან კარგი გადაცემა დარტყმა და გოლის გადაცემა და ჯარიმებშიც კი სრულად ანაბარდობა 4-4 ჯარიმა აქვს გუნდებს აქ ძალიან კარგი გადაცემა დარტყმა და გოლის გადაცემა და ჯარიმებშიც კი სრულად ანაბარდობა 4-4 ჯარიმა აქვს გუნდებს აქ ძალიან კარგი გადაცემა დარტყმა და გოლის გადაცემა გასცემთ რომ აგებდა ფალკონი და ახლა უკვე მესამე შეხვედრა რომლის მოგების შემთხვევაში გუნდი გადის ნახევარფინალში საოცარი მესამე შეხვედრა რომლის მოგების შემთხვევაში გუნდი გადის ნახევარფინალში საოცარი დარტყმით მოახერხა მესამე ნომერმა გოლის გატანა ეს ყველაფერი მოსე ჭიკიროვი 3 მალხაზ შამილაძე პირველი ნომრით გიორგი სულაბერიძე აქ შანსი აქვს ფალკონის მოთამაშეებს და ახერხებენ კიდეც მოსე ჭიკიროვი 3 მალხაზ შამილაძე პირველი ნომრით გიორგი სულაბერიძე აქ შანსი აქვს ფალკონის მოთამაშეებს და ახერხებენ კიდეც მოსე ჭიკიროვი 3 მალხაზ შამილაძე პირველი ნომრით გიორგი სულაბერიძე აქ შანსი აქვს ფალკონის მოთამაშეებს და ახერხებენ კიდეც ბექალორია ბურთით და აქ ისევ ფალკონის მოთამაშეები შეიძლება გატანა დარტყმა მარჯვენა ფლანგიდან ფალკონის მოთამაშეები შეიძლება გატანა დარტყმა და მარჯვენა ფლანგიდან ფალკონის მოთამაშეები შეიძლება გატანა დარტყმა და მარჯვენა ფლანგიდან ფალკონის მოთამაშეები შეიძლება გატანა დარტყმა და თიანი სხვაობით მნიშვნელოვნად კიდევ ერთი გოლის გატანის შანსი ხარიხას ხდება ბურთი ხაჭაპურიძე გრძელდება ამ ახლოს წუთებს საფათო იყო ეს დარტყმა მოულინები და ორივე გუნდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა კარგი კომბინაცია დარტყმა და 3-4 გატანა მოულინები და ორივე გუნდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა კარგი კომბინაცია დარტყმა და 3-4 გატანა მოულინები და ორივე გუნდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა კარგი კომბინაცია დარტყმა და 3-4 გატანა იერიშს მაგრამ მერე მალხაზ შამილაძე მაღალი პრესინგით ახერხებს ბურთის მოპოვებას და კიდევ და ადვილი საკონტროლებელი ხდება ნიკა ხაჭაპურიძე იბრძვის ბოლომდე ამ ბურთისთვის დარტყმა 3-5 ორ ბურთიანი სხვაობით გავიდა და ადვილი საკონტროლებელი ხდება ნიკა ხაჭაპურიძე იბრძვის ბოლომდე ამ ბურთისთვის დარტყმა 3-5 ორ ბურთიანი სხვაობით გავიდა და ადვილი საკონტროლებელი ხდება ნიკა ხაჭაპურიძე იბრძვის ბოლომდე ამ ბურთისთვის დარტყმა 3-5 ორ ბურთიანი სხვაობით გავიდა და ტოვა ბურთი თამაში დაიმორჩილა ბურთი და მერე თამაშის წესი